მოგესალმებით, წარმოგიდგენთ თოფურიას 1-16 ამოცანის განხილვას. Აი ასეთი მაგალითია უარყოფით ხარისხებში. უნდა გავიხსენოთ ხარისხის თვისებები. -1 ხარისხში რიცხვი ნიშნავს, რომ ის შებრუნდება. ანუ თუ არის წილადი, მაგალითად 5/2 გახდება 2/5. შემდეგ მოდი ისევ გაყოფას დავწერო არაგვერიოს. და ახალი წილადი რადგან არის -2 ხარისხში შევაბრუნებ და დავწერ კვადრატს. ოღონდ თან გადავიყვანოთ არაწესიერში, ანუ 1/1/2 არის შერეული წილადია, გახდება 3/2, ოღონდ შებრუნდება და 2/3 იქნება. ეს უარყოფითი ხარისხი საბოლოო ჯამში მაინც დადებითი გაუხდება, იმიტომ რომ კვადრატშიალა. მაგრამ ჯერჯერობით დავუტოვოთ ესე და ბოლო წილადი ეს არის 5/6 -1 ხარისხში, ანუ ესეც იქნება 6/5. ეხლა მივყვეთ, ესე იგი 2/5 გადმოგვაქვს ისევ. წერთ გამრავლების ნიშანს. შემდეგ, ესე იგი, ავიყვანოთ კვადრატში. და თან შევასრულოთ უბრალოდ დავწეროთ გამრავლების ნიშანი, იმიტომ რომ შებრუნებული სახით იქნება. ხო, ეს ვიცით, რომ გაყოფა ნიშნავს იგივე გამრავლებას შებრუნებულზე. ანუ ჩვეულებრივად რომ აგვეყვანა კვადრატში ხომ იქნებოდა 4/9, ანუ 2-ის კვადრატი, 3-ის კვადრატზე 4/9. მაგრამ რადგან წერთ გამრავლებას, უკვე მივიღებთ 9/4-ს. ამას დაემატება 6/5. ეხლა რაც გვეკვეცება, შეგვიძლია შევკვეცოთ და ერთადერთი აქ რაც იკვეცება არის 2 და 4. აქვე შევკვეცავ მე, 2-ის მაგივრად 1-ს დავწერ, ოღონდ ეს 2 უნდა წავშალოთ და 4-ის მაგივრად დავწეროთ 2. მივიღებთ ანუ 9 ჯერ 1, 2 ჯერ 5-თან, ანუ 9/10. და უნდა შევასრულოთ შეკრება და კარგია რომ 9/10 მივიღეთ, იმიტომ რომ მეორე მხარეს გვაქვს 6/5. მოდი 6/5 ჩავწეროთ რამდენი მე-10-ია. ანუ 5 2-ზე უნდა გავამრავლოთ, რომ 10 მივიღოთ, ესე იგი 6-იც 2-ზე უნდა გავამრავლოთ. მივიღეთ 12/10. 9 + 12 გამოგვივა 21/10 და შეგვიძლია დავწეროთ აწილადითაც 2/1. სულ ეს იყო ამ მაგალითზე, რა ვიცი, შემდეგ შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე მაგალითსა და განტოლებას. მადლობა ყურადღებისთვის.